მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, გთხოვთ ტრადიციულად, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და ამით რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ შემოგვიერთდეს აქ ამ პლატფორმაზე. დღეს ის დღეა, როცა ჩემთვის ძალიან ძვირფას თემაზე ვილაპარაკებ და შევეცდები პასუხი გავცე კითხვას, რატომ მტირის ტარიელი. ეს შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე ძნელად საპასუხო კითხვა არის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვეფხისტყაოსანს მხოლოდ შინაარსით იცნობენ. არადა ვიცი, რომ ბავშვები ხშირად ცვამენ ამ კითხვას, მათ შორის ალბათ თავის მშობლებსაც ეკითხებიან და არ გამიკვირდება თუ უფროსებიც ფიქრობენ, რომ ხომ არ გადააჭარბა შოთა რუსთაველმა, როდესაც ეს მძლე ვეფხებთან და ლომებთან მეომარი გმირი დაგვიხატა ამავე დროს, როგორც ადამიანი მამაკაცი, რომელიც სულ ტირის და რომელიც ხშირად კარგავს გონებას. ტარიელს ვეფხისტყაოსანში აქვს სამი მკვეთრად გამოხატული ფუნქცია. პირველი ეს არის ის, რომ თავიდან ის არის ამირბარი ინდოეთის, შემდეგ ის არის ველად გაჭრილი გმირი, რომელიც ცხოვრობს დევების გამოქვაბულში, ტირის, გონებას კარგავს, ხოლო ბოლოს ის არის ინდოეთის მძლე ხელმწიფე. და აი ამ სამ სტატუსს ერთმანეთთან მიზეზშედეგობრივი წყობრი კავშირი აქვს, მაგრამ ტარიელის როგორც ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირის მხატვრულ ფუნქციას ის ასრულებს სწორედ მაშინ, როდესაც აი ამ შუალედურ სტატუსში იმყოფება, როდესაც ის ცხოვრობს დევების გამოქვაბულში და სწორედ აი აქ შეიძენს ის იმ ღვაწლს, იმ ცოდნას, რომლითაც შემდეგ მთლიანად შეცვლის და გააკეთილშობილებს სამყაროს. გარემო, რომელშიც ტარიელი ცხოვრობს, როგორც შმაგი მიჯნური, ეს არის ტყე, ეს არის დევების გამოქვაბული, ვეფხისტყავი, რომელიც მას მოსავს, განძი, რომელიც ამ გამოქვაბულში არის, ყველაფერი გვეუბნება, რომ ტარიელი იმყოფება განსაკუთრებულ ადგილზე და ის იძენს აქ განსაკუთრებულ გამოცდილებას. და თუ კი ტარიელმა მიატოვა ინდოეთი, თუ კი მიატოვა ადამიანები, თუ კი დაკარგა აბსოლუტურად ინტერესი სიცოცხლის მიმართ და წლების განმავლობაში მარტო მხედრთა თანაიარების, აი ეს ფორმალური ნიშნები ჩვენ უკვე გვეუბნება, რომ საქმე გვაქვს აღმოსავლური ლიტერატურისთვის ძალიან ცნობილ მოვლენასთან, რომელსაც ეწოდება გაჭრა. და ამ გაჭრის მიზეზი ყოველთვის არის ერთადერთი და ეს არის მიჯნურობა. ალბათ გვახსოვს, რომ ვეფხისტყაოსნის ავტორი პოემის შესავალში საუბრობს მიჯნურობაზე და მიჯნურობის სხვადასხვა სახეს გამოარჩევს. ამბობს, რომ მთავარი ეს არის მიჯნურობა პირველი, ანუ ღვთაებრივი მიჯნურობა, ანუ როდესაც ადამიანს უყვარს ღმერთი, ადამიანი გამიჯნურებულია ღმერთთან. ეს არის მისტიკური სიყვარული. და როდესაც ადამიანს აქვს აი ესეთი სიყვარული ღმერთის მიმართ, ის სხვა ადამიანებისთვის, ჭკვიანთათვის, ასე ვთქვათ, როგორც შოთა რუსთაველი ამბობს, არის აბსოლუტურად უცხო და გაუგებარია მისი ცხოვრების წესი და მას ეძახიან შმაკს, ანუ გიშს. რა თქმა უნდა, ეს პირველი სიყვარული არის გაუგებარი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. შემდეგ რუსთაველი ამბობს, რომ არსებობს კიდევ ხორციელი სიყვარული, ანუ სიყვარული ადამიანებს შორის, რომელიც გავს პირველ სიყვარულს, ანუ მისტიკურ სიყვარულს, ანუ ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, თუ კი მიჯნურები ერთმანეთისგან შორს არიან, თუ კი სიძვას თავს არიდებენ, მართ მასვე ბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან, მართ მასვე ბაძვენ, ანუ პირველ სიყვარულს ბაძავენ. ვეფხისტყაოსნის შესახებ შესანიშნავი წიგნების ავტორი ვიქტორ ნოზაძე წერს, ციტატას წაგიკითხავთ, რომ ვეფხი, ანუ ხალებიანი და არაზოლებიანი მტაცებელი ცხოველი, ეს არის საკრფო სიმბოლოს გარდა რელიგიურ მისტიკური სიმბოლოც. ქრისტიანულ ქადაგებაში პანთერა გამოყენებულია მისტიკურად. ქრისტე არის პანთერა, რასაკვირველია ციური პანთერა და იგი შექებულია შუა საუკუნეების წერლობაში. ციტატის დასასრული. ესე იგი ტარიელი
რომელიც არის ვეფხის ტყავით მოსილი, ამ თავისი სამოსით ინარჩუნებს დიდ სიახლოვეს თავის სატრფოსთან, დაკარგულ სატრფოსთან, იმიტომ რომ უნახავს ტარიელს განრისხებული ნესტანი და მაშინ უფიქრია ქვეწვავით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ გამეხებული და აი ამის შემდეგ ვეფხი მისთვის არის ნესტანის სიმბოლო. მაგრამ გარდა ამისა, ვეფხის ტყავი მოსვა ჩაცმა ნიშნავს იმას, რომ ახლოს ხარ ღმერთთანაც, უზენაესთან. იმიტომ რომ პანთერა არის ქრისტეს და უფრო ზუსტად თუ ვიტყვით ქრისტეს აღდგომის სიმბოლო. და აი ასე დაუკავშირა რუსთაველმა ვეფხის ტყაოსანში სიყვარული პირველი, ანუ ღმერთის მიმართ სიყვარული, ადამიანებს შორის სიყვარულს, რომელიც გავს პირველს და გავს მაშინ, თუ კი მიჯნურები ერთმანეთისგან შორს არიან და შორით ბნედის, ასე ვთქვათ, რეჟიმში ცხოვრობენ. უკვე არაერთხელ მithქვამს, რომ ტარიელი არის სიცოცხლის უარმყოფელი გმირი, მაგრამ არასდროს არსად ტარიელი არ ცდილობს თავის მოკვლას. ტარიელის გარეგნული უმოქმედობა ცხოვრების მიმართ არ ნიშნავს აბსოლუტურად პასიურ დამოკიდებულებას, იმიტომ რომ ფიზიკურად ის პასიურია, ფიზიკურად მას არ გააჩნია არანაირი ნიშანი სიცოცხლის მიმართ ინტერესის პირიქით, მაგრამ ის ეწევა ძალიან ინტენსიურ სულიერ ცხოვრებას. და რა თქმა უნდა, სიცოცხლისკენ ტოლვის გაქრობას ტარიელი ხშირად ახსენებს და რის დასტურადაც ახლა ორიოდეს სტრიქონს შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, მაგრა არ არის ქვეყანად წამალი ამაწყლულისა, ჩემი ლხინია სიკვდილი, გაყრა ხორცთა და სულისა. ასევე, ჩემა დღონეთ სიკვდილისა, მეტსა არას არ ვეცდები. და კიდევ ერთი სტრიქონი, აწმივ სწურვი ვარ სიკვდილსა, დრომო მეახლალ ხენისა. ანუ ამ სტრიქონებში ის არის ნათქვამი, რომ ტარიელი არაფერს არ ეცდება იმისთვის, რომ სიკვდილი მისგან იყოს შორს, პირიქით, რაც უფრო ახლოს იქნება, მით უფრო ბედნიერად და კარგად იგრძნობს თავს. ტარიელი უარყოფს სიცოცხლის ღირებულებას და ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის მიჯნურობა, სიყვარულისგან გაგიჟება, ასე ვთქვათ. ეს ტარიელის მიჯნურობა, ანუ ხელობა, მართლაც ბაძავს პირველ სიყვარულს, მისტიკურ სიყვარულს, ღვთაების მიმართ სიყვარულს, მაგრამ ეს არ ხდება მაშინ, როდესაც ტარიელი დაკარგავს სატრფოს, ვეღარ იპოვის და შემდეგ დასახლდება გამოქვაბულში. არა, პირველივე წუთს, როცა ტარიელი დაინახავს ნესტანს, გვახსოვს, რომ ის კარგავს გონებას და დაეცემა. ესე იგი, აი იმ წუთიდან, როდესაც ის გაუმიჯნურდება ნესტანს, ანუ ფაქტობრივად მისი პირველივე დანახვისთანავე და იმ მომენტამდე, როდესაც გამოქვაბულში დაბრუნებული ავთანდილი მას დაანახებს რიდის გადანაჭერს, რომელიც ეკუთვნის ნესტანს და რომელიც არის ტარიელის ნაჩუქარი, ანუ მიხვდება ტარიელი, რომ მისი სატრფო ნაპოვნია და აი აქ სიხარულისგან დაკარგავს გონებას და როგორც მკვდარი დაეცემა და შემდეგ მას როგორღაც ლომის სისხლით მოასულიერებს ავთანდილი, ესე იგი ფაქტობრივად გამიჯნურებიდან ბოლო მომენტამდე, რომელიც წინ უძღვის ქაჯეთის ციხის აღებას, ეს სულ არის ერთი მდგომარეობა ტარიელისთვის, ეს არის ის სიყვარული, რომელიც ახლო არის სიგიჟესთან და ეს არის ოღონდ მისი სიყვარულის სხვადასხვა ფაზა, რომელიც აქ არის აღწერილი და ის სიყვარული გაგიჟების სხვადასხვა ეტაპი. ღვთის მიმართ მიჯნურობას აქვს ერთი თვისება, რომელიც გადმოყვება ტარიელს, იმიტომ რომ მასში შერწყმული არის აი ეს ღვთის მიმართ სიყვარული და ნესტანის მიმართ სიყვარული და ეს თვისება არის ის, რომ ეს არის ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა. ანუ ენით გამოთქმა ჭირის ტოლფასია, რომ ენით გამოთქვა ის გრძნობა, რასაც განიცდის ტარიელი. და ეს გრძნობა
არის ერთი მხრივ ნესტანის მიმართ და მეორე მხრივ უზენაესის მიმართ და ორივე ძნელად გამოსათქმელი. ანუ ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მხოლოდ ღვთის მიმართ რას განიცდის, ამის გამოთქმა შეუძლებელია. ეს რა თქმა უნდა შეუძლებელია, ამაზე კიდევ ვილაპარაკებახლავე, მაგრამ შეუძლებელია ისიც თუ რას განიცდის, გამოთქვას ისიც რას განიცდის ნესტანის მიმართ. და აი რამდენადაც ავთანდილის არგუმენტაცია ეფუძნება მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და ეს არგუმენტაცია შეიძლება იყოს მრავალფეროვანი, ამდენადვე ზუსტად ტარიელის განცდა ნესტანის მიმართ მათ შორის არის პრინციპულად გამოუთქმელი და ამის დასტურადაც რამდენიმე სტრიქონი მინდა შეგახსენოთ, როდესაც ავთანდილი და ტარიელი ერთმანეთს პირველად ხვდებიან გამოქვაბულში და ავთანდილი აუხსნის მას ვინ არის და რატომ მოვიდა, ტარიელი შეაქებს და ეტყვის, რომ კი კარგად მოქცეულ ხარო, რომ შენი პატრონის დავალების შესასრულებლად წამოხვედი და მე მიპოვეო, მაგრამ ჩემსა რაგი ამბობს, გამოჭრილ ვარ ასრე თუ რად, მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი, ცხელი, შემიკვს ალად, მურად. კი, შენ კარგია რომ წამოხვედიო, მაგრამ მე როგორ გიამბო ჩემი ამბავი, მე რომ ჩემი ამბავი გიამბო, დავიწვევი და მურად ვიქცევიო, ეუბნება. კიდევ ერთ მაგალით შეგახსენებთ, ავთანდილის არაბეთიდან დაბრუნების შემდეგ ძალაგამოცლილი ხდება ტარიელი და ეს ძალაგამოცლილი ტარიელი ეუბნება მეგობარს ავთანდილს, მან უთხრა ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალმიცენისა, ძალი არა მაქვს ხელქმნილსა, შენთა სიტყვათა სმენისა. აი ამას ეუბნება, რომ გაგიჟებული ვარო და არათუ არაფრის თქმა არ შემიძლიაო, შენი მოსმენაც კი არ შემიძლიაო. აი სიყვარულისგან არის ისეთ მდგომარეობაში. მაგრამ ტარიელის მდგომარეობის აღწერისას არსებობს ერთი მკაფიო ნიშანი, რომელიც გვეუბნება, რა მდგომარეობაში არის ტარიელის ცნობიერება. ჩვენ ვიცით, რომ ის ხანდახან შემოდის კონტაქტში ადამიანებთან, აბსოლუტურად ზუსტად ესმის რას ეუბნებიან, ის იქნება ავთანდილი თუ ასმათი თუ ვინმე სხვა, მაგრამ არის მისი ცნობიერების მდგომარეობა, როცა მას არაფერი არ ესმის, როცა ის ვერავის ვერ ხედავს. და ასე იყო მაგალითად, როდესაც ტყეში მას როსტევანი წააწყდა თავიდან. საქმე ის არის, რომ აი ეს ნიშანი, რითიც ჩვენ რუსთაველი გვეუბნება, რა მდგომარეობაში არის ტარიელის ცნობიერება, მიღმურ სამყაროშია თუ ამ ჩვენს სამყაროშია, ეს არის სწორედ მისი ტირილი და ამ ტირილის უკიდურესი ფორმა და ბნედა, ანუ გონების დაკარგვა. როცა ტარიელი ტირის, აი ის მაშინ იმყოფება მიღმურ სამყაროში, ღმერთთან ახლოს და მაშინ მას დაკარგული აქვს საკუთარი ნებაც და საკუთარი ცნობიერებაც. ადრეულ შუა საუკუნეებში აღმოსავლურ ქრისტიანულ ლიტერატურაში და კულტურაში საერთოდ ძალიან კარგად იყო ეს მოვლენა ცნობილი ცრემლის მიმართ დამოკიდებულება და ცრემლისადმი მიდრეკილება ფასდებოდა როგორც მაღალი სულიერების ნიშანი და როგორც ღვთის წყალობა. ისე არ იყო ეს უბრალო მგრძნობელობა ან რაღაც ფაქიზი სულის გამოვლენა, როგორც ჩვენ შეგვიძლია ახლა ვთქვათ, რომ ბავშვმა ან დიდმა ან ქალმა ან მამაკაცმა აი იტირა, ცრემლი მოადგა და აი როგორი ფაქიზი სულის პატრონი, არა. ადრე აი ამ აღმოსავლურ ქრისტიანულ კულტურაში ესე არ იყო გაგებული. იქ იყო ტირილი სულიერი სიფხიზლის ნიშანი. აი ადამიანი, რომელიც ასე ხშირად ტირის, ის იმყოფება ინტენსიურ სულიერ მუშაობაში, ასე ვთქვათ, მისი სული ინტენსიურად მუშაობს და ეს არის ტანჯვა, როდესაც სულს შეუძლია, რომ რაღაცნაირად აი ამოძურეს წუთისოფლის ტყავიდან. ვეფხისტყაოსანშიც ზუსტად ასევე ნიშანდობლივია ცრემლის ფუნქცია, ტარიელი ტირის და ამ დროს ამ ქვეყნის არაფერი არ გაეგება, მაგრამ არის კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც გვაუწყებს, რომ ტარიელის ცნობიერება დაბრუნდა ამ ქვეყნად. ეს არ არის ესეთი ნიშანი, რომ აი ტიროდა და ეხლა შეწყვიტა ტირილი, არა, ესე არ ხდება.
არის ნიშანი, რომელიც გვეუბნება, რომ გმირი აი ამის შემდეგ უკვე კონტაქტურია და სანამ ეს მოხდება და სანამ ტარიელის ცნობიერება ამ ქვეყანად დაბრუნდება, შოთა რუსთაველი ყოველთვის ამბობს, რომ ტარიელმა ცრემლი მოიწურნა ან მოიხოცნა. ეს არის ჟესტი, რომელსაც ის თავისი ხელით აკეთებს, აი ეს არის ჟესტი, როდესაც თვალებიდან მოიშორებს ცრემლს, ანუ ეს არის ფარდა ერთგვარი დაბრკოლება, რომელიც ყოფს ამ სამყაროს და იმ სამყაროს და სანამ აი ამ ჟესტს არ გააკეთებს ტარიელი, სანამ ხელით ცრემლს არ მოიხოც, მანამდე ის არის სხვა სამყაროში და მასთან კონტაქტი მანამდე არის შეუძლებელი და ერთადერთხელ ამას აკეთებს ავთანდილი, ხელითაც ცრემლსა უწურავს გონება დაკარგულ მეგობარს და ამით მოაცნობილებს და ეს ეპიზოდი კიდევ უფრო კაფიოდ ცხადყოფს, რომ ეს ცრემლის მოწურვა არის აბსოლუტურად სიმბოლური ჟესტი, იმიტომ რომ ადამიანს ცნობიერება დაკარგული აქვს, მას არ შეიძლება ცრემლი მოწმინდო და გონზე მოიყვანო ამით, იმიტომ რომ არც წყალი დაასხა, არც ლომის სისხლი დაასხა, არც შეანჯღრიო, არც არაფერი სხვა არ გააკეთო, მარტო ცრემლი მოწმინდო და უცებ ადამიანი დაუბრუნდეს ამ ქვეყანას და მას დაუბრუნდეს თავის ცნობიერება, ხო ესე არ ხდება და აი ამ ეპიზოდითაც მიგვანიშნებს შოთა რუსთაველი, რომ ეს ჟესტი ცრემლის მოწურვა ხელით არის აბსოლუტურად სიმბოლური ჟესტი. აი რამდენიმე სტრიქონი პოემიდან, რომელიც ადრეც მიხსენებია, რუსთაველი ამბობს, თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა და ზუსტად ამ შემთხვევას შემდეგ როსტევანი უყვება თინათინს ამგვარად, მე რა ვნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოეხოცნა, ანუ როგორც კი მიხვდა, რომ მეფე ამის წინაშე, ამის წინ მან სწორედ ეს ცრემლი მოიხოცა და ცხენზე შეჯდა და გაიქცა, გაეცალა მეფეს. და შემდეგ 3 წელია უკვე გასული ამ შემთხვევიდან, თინათინი ავთანდილს ეუბნება, ყმა გენახა უცხოვინმე, რომე ცრემლი მოეხოცა. წარმოიდგინეთ, 3 წლის შემდეგ ამბავს და ადამიანს ახსენებს ამ ჟესტით, ის ყმა გენახათო თქვენო, რომელსაც ცრემლი ცხელი მოეხოცაო. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ თინათინი ეუბნება ავთანდილს, აი ეს ყმა გენახათ, რომელსაც ორი სხვადასხვა მდგომარეობა აქვს ცნობიერების, რომელსაც შეუძლია იყოს იმ მდგომარეობაში, როცა არაფერი არ ესმის, შემდეგ ცრემლი მოიხოცოს და გადმოვიდეს ამ მდგომარეობაში, როცა აბსოლუტურად შერაცხადია და როცა შეიძლება მასთან კონტაქტი. მას შევაჯამოთ, რატომ ტირის ტარიელი? როდესაც ტარიელი ტირის, ეს ნიშნავს, რომ ის გასულია წუთისოფლის საზღვრიდან, იმყოფება სადღაც მიღმურ სამყაროში, იმყოფება ინტენსიურ სულიერებაში, ღმერთთან ახლოს, ფაქტობრივად ღვთის წყალობის ზონაში და ცდილობს იქ, რომ დაემსგავსოს ღმერთს და მისთვის საუკეთესო შემთხვევაში შეერწყას ღმერთს. აი ეს არის მისი მისწრაფება და მისი ცხოვრების წესი. ეს არის მისი როგორც აღმოსავლური ცნობიერების მატარებელი გმირის ფუნქცია ვეფხისტყაოსანში. გვახსოვს, რომ ავთანდილი გადასერავს სამყაროს ჰორიზონტალურად, ეს არის მისი ფუნქცია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაც უფრო შორს მიდის თავისი სახლიდან, მით უფრო რთულდება გზა, მით უფრო მეტი დაბრკოლება ხდება და მისი ვალია, რომ მოაშოროს სივრცეს ეს დაბრკოლებები, გადალახოს მთელი სამყარო ჰორიზონტალურად და ფაქტობრივად დაცალოს დაბრკოლებებისგან, ფაქტობრივად ერთიანი გახადოს, ერთგვაროვანი გახადოს მთელი სივრცე. აი ეს არის ავთანდილის ფუნქცია. ზუსტად ასევე ტარიელის ფუნქცია არის, რომ გაიაროს გზა სიღრმეში. მისი სვლის ვექტორი არის ვერტიკალური ვექტორი, რაც შეიძლება ღრმად ჩავიდეს და რაც შეიძლება ღრმად მოიპოვოს ის სიბრძნე, რაც ზედაპირზე არასდროს არდებს და არ მოიპოვება. ეს არ არის სიბრძნე, რომელიც მაგალითად ავთანდილის მსგავსად ნასწავლი აქვს წინაპრებიდან და ავთანდილი სწორედ ამ სიბრძნის მეშვეობით
ტარიელი ასრულებს თავის ფუნქციას, მაგრამ ტარიელის ფუნქცია სხვა არის, ბევრად რთულია და ეს ფუნქცია მინდა გაგახსენოთ, რომ გრაფიკულ გამოხატულებაშიც არსებობს. აი როგორც მთა გრაფიკულად გამოიხატება, ვიცით ყველამ, როგორც სამკუთხედი წვერით ზევით, ასევე გამოქვაბული გამოიხატება იგივენაირად, ოღონდ ეს არის სამკუთხედი წვერით ქვევით და როგორც ყველაზე მაღალ მთაზე მდგომ ადამიანს აქვს დიდი სიბრძნე, იმიტომ რომ ის ყველაზე ახლოს არის ღმერთთან, ასევე გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანს აქვს ყველაზე დიდი სიბრძნე და ისიც ყველაზე ახლოს არის ღმერთთან. ოღონდ ადრეც მithქვავს და ახლაც ვიტყვი, აი სიბრძნე, რომელიც ის გამოქვაბულიდან, რომელსაც ის გამოქვაბულიდან წამოიღებს, არაფრით არ გავს იმ სიბრძნეს, რომელიც მთაზე მოიპოვება, იმიტომ რომ მთაზე მოპოვებული სიბრძნე არის ღია, გასაზიარებელი სიბრძნე, ხოლო გამოქვაბულში მოპოვებული სიბრძნე, ეს არის საიდუმლო სიბრძნე და ეს სიბრძნე ენით არ გამოითქმის, მაგრამ ეს არის წვდომა ღვთაებრივი ნების, ეს არის წვდომა ღვთაებრივი სიბრძნის და აი ეს მოაქვს გამოქვაბულში ცხოვრების შემდეგ ტარიელს და აი ამას ეფუძნება, მის ამ გამოცდილებას ეფუძნება ახალი სამყარო ზუსტად. ცნობიერების აღმოსავლური ორიენტაციის და სიცოცხლის უარყოფის მიუხედავად, ტარიელის მიზანი სინამდვილეში არის ამქვეყნიური ბედნიერება და არა სიკვდილი და ეს ერთი შეხედვით არის ნამდვილი პარადოქსი, მაგრამ გვახსოვს, რომ ტარიელი დაბადებით არის ინდოეთის მეფე და ინდოეთს სიბრძნის სამშობლოს დაკარგული აქვს ორიენტირები, ღვთაებრივი ორიენტირები აქვს დაკარგული, ღვთაებრივი წესრიგის მიმართ მგრძნობელობა აქვს აბსოლუტურად დაკარგული და სწორედ აი ამ მავნე რეალობის დასაძლევად, მის შესაცვლელად ჭირდება ტარიელს ესეთი ინტენსიური სულიერი ცხოვრება და ძლიერი კონცენტრაცია ამ სულიერებაზე, რაც ამ სამყაროში შეუძლებელია და ამიტომ ცხოვრობს ის გამოქვაბულში, ამიტომ ამბობს უარს ყველაფერზე, რაც ადამიანურია და აი იქ წვდება ღვთაებრივ სიმართლეს და ამისთვის არის საჭირო ყველაფერი, რაც აღვიწერა ვეფხისტყაოსანში შოთა რუსთაველმა, როგორც ტარიელის ცხოვრების წესი და როგორც ტარიელის გარემო, გამოქვაბულიც, ცნობიერების დაკარგვაც, ტირილიც და ვეფხისტყაოსნობა, რაც მთავარია. აი კიდევ ერთი დიდი პარადოქსი. ვეფხისტყაოსანი დაიწერა იმისთვის, რომ ვეფხისტყაოსანი მოყმეს, სინამდვილეში აღარ იყოს ვეფხისტყაოსანი. აი ეს არის ამ პოემის მიზანი, რომ ვეფხისტყაოსანი მოყმე, რომელიც მთავარი გმირია და რომლის სახელიც ამ სტატუსში ქვია ნაწარმოებს, სინამდვილეში გათავისუფდეს ამ სტატუსისგან და დაიბრუნოს თავისი ბუნებრივი სტატუსი, რომელიც მას ეკუთვნის. ეს არის მეფის, ქმრის და მამის სტატუსი. აი ეს არის ვეფხისტყაოსნის მთავარი იდეა. თავისი 8 წლით დანარჩენ გმირებთან ერთად ტარიელი ქმნის ახალ ჰარმონიულ სამყაროს, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს. როგორ არის ეს შესაძლებელი? ეს არის შესაძლებელი სამყაროს ჰორიზონტალური და ვერტიკალური გადალახვით, რის შედეგად სამყარო გათავისუფლებულია როგორც რეალური დაბრკოლებებისგან, ისე სულიერ ცხოვრებაში ტარიელის და ნესტანის მიერ გადატანილი დაბრკოლებებისგან. აი ასე იქმნება ის ახალი სამყარო, ჰარმონიული სამყარო, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს. ამიტომ ამბობ ხოლმე, რომ ვეფხისტყაოსანში ამბავი, რომელიც აღწერილია, რომელიც მოყოლილია, არასდროს არ არის წარსულში, სადღაც ძველ საუკუნეებში. ის სამყარო, რომელიც აღწერილია ვეფხისტყაოსანში, ყოველთვის არის წინ, ყოველთვის არის მომავალში და იმის შემდეგ, რაც ვეფხისტყაოსანი დაიწერა, ჩვენ ერს განესაზღვრა პოემის ღირებულებებით და მისი სულისკვეთებით ცხოვრება.
და პოემაში აღწერილი სამყაროსკენ მუდმივი სვლა არის ჩვენი ბედის წერა. რაც არ უნდა რთული იყოს ეს სვლა, რაც არ უნდა ზიგზაგებით მივდიოდეთ აი ამ იდეალური სამყაროსკენ, ჩვენ ზუსტად ვიცით რა არის ჩვენი მიზანი, ჩვენ გვაქვს ზუსტი ორიენტირი ვეფხისტყაოსნის სახით და ეს არასდროს აღარ შეიცვლება, სანამ საქართველო არსებობს. დღეს ამით დავასრულებ ვეფხისტყაოსანზე საუბარს. მომწერეთ რამდენად გასაგები გახდა დღევანდელი გადაცემის შემდეგ თქვენთვის ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირის ტარიელის ფუნქცია, მისი ტირილის მიზეზი და რამდენად თქვათ მნიშვნელოვანი იყო ის, რაზეც დღეს მე ვილაპარაკე. მე მინდა რომ ეს იყოს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მგონია რომ როგორც შევძელი ვუპასუხე ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რომელიც ვეფხისტყაოსანს უკავშირდება. ეხლა შემდეგ 5 შაბათამდე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ გადაცემის ბოლოს რომ გამოიწეროთ ჩვენი ანოს ღარბის არხი და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ.